ეხლა რაც შეეხება საჯარო რეესტრს რა. მე იქ რაღაცა კომენტარები ვნახე, რომ 5 თვის უკან დავარეგისტრირებ და არაფერი შეცვლაო, რა შეცვლაო, გესმის და ბიჭო 5 თვის უკან ვინც დაარეგისტრირეთ, ახალი დარეგისტრირებული გაქვთ. აბა რამდენიმე წელში მე გადაამოწმეთ თუ იგივე ნომერი იქნება. მე დავარეგისტრირე ეს ჩემი გადმოვიფორმე ჩემი კუთვნილი მიწები და ყველაფერი გავარკვიე. ეხლა ვეგეტყვით 5 წლის წინ 4-5 წლის წინ და როდესაც მივედი იმაზე რომ გავიგო და მოვაძებნინო ჩემი მიწები იმ ნომრით რომელითაც მე მქონდა ჩვეულებრივად ლეგიტიმურად დარეგისტრირებული და კანონიერად დარეგისტრირებული ესენი არ იძებნება მე გამიმართლა და უცბად იქვე გადავედი და ჩემს მეგობარს გავარკვევინე თუ რაში იყო საქმე მე თუ ჩემმა დამ ერთი და იგივეა და გავარკვიეთ რომ ამ ნომერში 5 ციფრა ნომერია 5 ნიშნა ციფრი აქვს ხო ამ 5 ციფრა ნომერში ჩამატებული აქვს 3 0 ეხლა მე რა გავიგო 3 0 ვინ ჩაამატა და საიდან ჩამატდა ხო ამიტომ მე ადვილად გავიგე ეს საკითხი მაგრამ ვინც ვერ გაიგებს ამას ადვილად მას მოუწევს სიარული ესე იგი ნოტარიუსებში არქივებში თავიდან მოუწევს თანხის გადახდა ამ ყველაფრის გარკვევა თუ რატომ არ იძებნება მისი მიწა და ვინ ჩაამატა ეს 3 0 გაირკვა რომ გადაახლება მიმდინარეობს და 3 0-იანს ამატებენ იმიტომ რომ გახადონ რაღაცა ციფრზე ავიდნენ. ბიჭო, ვეუბნები რო აკეთებთ მაგას, ხო უნდა შემატყობინოთ მე მეც რო ვიცოდი არა, ჩემს კუთვნილ ნომერს ცვლით, ისე რომ არც მე არ მაგებინებთ და მე საიდან გავიგო ეხლა რომ თქვენ შეცვალეთ ეს ნომერი, ვის ვკითხო? ხო, მაშინ უნდა ირბინოთ ნოტარიუსზე. ხო და მე ნოტარიუსზე რატომ არ ბენინებ შენი შეცდომის გამო, კაცო? შენი შეცდომა ის არის რომ როდესაც ჩემ კუთვნილ რაღაცა საბუთს ვცვლი და ნომერს უცვლი ის ხო უნდა გამაგებინო მე არა ხო და ის არა ქვია ეხლა დავწერეთ განცხადება და მოგვივიდა უარი უკვე მოგვივიდა უარი რომ ხარვეზი ტექნიკური ხარვეზი ეს არ არისო ტექნიკური ხარვეზი თუ არ არის აბა რა თვითნებურად შეცვლილი მავნებლობა არის ეს მითხარით რა კი ბატონო, ტექნიკური ხარვეზი არ არის. კარგი ვეთანხმები, მაგრამ ვინ შეცვალა, რატო შეცვალა და რა უფლებით შეცვალა ჩემი კუთვნილების ნომერი. საჯარო რეესტრში რომ ვიღაცამ რაღაცა შეცვალა, მე რატო უნდა ვირბინო და ვარკვიო? 5 წლის წინ რომ მე ყველაფერი წყობში მაქვს საბუთები და ეს საბუთები რომ თავისი ნომრით, თავისი დადგენილებით, თავისი ყველა კოდით წყობშია და მე ვიღაცა რაღაცას ცვლის საჯარო რეესტრში მითხარით მე უნდა ვირბინო ამაზე და მე ვარკვიო თუ თვითონ უნდა მითხრან რომ იცით რა ქალბატონო თამარ თქვენ ამა და ამ კუთვნილებებს შეეცვალა სახელი აი გიგზავნით ახალ კურსლებს ხო მე არ ვიცი რა ეს სახელმწიფო არის ჯორჯოთა სახელმწიფო ყველანაირად გიქნიან იმის ვითარებას რომ ნერვები დაგაწყვიტონ ყველანაირად გიქნიან იმის აი ახლა მაგალითად მე რო ეს არ გამეგო და ყოფილიყო დედაჩემის ან მამაჩემის კუთვნილებაში და გარდაცვლილიყვნენ ისინი მე მივიდოდი ამ საბუთებით და ვეტყოდი აი ეს არის ჩემი კუთვნილება აბა მიდი დაამტკიცე რომ შენი კუთვნილებაა როგორ დაამტკიცებ მაგას რომ ნომერი აქვს შეცვლილი ვერ გაიგეს საერთოდ სად რა რომ ვერ გაიგებს ვერავინ რაზე ვლაპარაკობ მე მომიწევს სირბილი ისევ იქით რაიონში, ისევ თბილისში, ისევ სადღაც ჯანდაბაში დამაწყვიტავენ ნერვებს ისევ და მე ისევ რაღაცა შეცვლიან და მე ისევ რაღაცა უნდა გავაკეთო. გესმით რა ხდება? აქ ხდება მიზან დასახული არის ეს. რა, თორე ის ვერ გაიგეს, ყველაფერს კარგად იგებენ და ის ვერ გაიგეს, რომ რაღაცას როცვლი უნდა გააგებინო ადამიანს. ყველაფერზე SMS წერენ და ყველაფერზე გვამცნობებენ და რა ამაზე არ გვამცნეს მაინც და მაინც რომ რაღაცა შეგიცვალეთ შვილო
და იცოდე საქმის კურსში შენც იყავი. ეს არის თაღლითური საქციელი რა. თაღლითური საქციელია. აწვალებენ ადამიანებს, ნერვებს აწყვეტენ და თანაც ოცლავს ახდევინებენ იმაში, რომ თვითონ რაღაცა შეცვალეს. რატო შეცვალეს, რაში მჭირდება რომ 3-0 დაამატეს? მე არაფერში არ მჭირდება ეგ. შენ გჭირდება რამეში, მაშინ მე რატომ ახდევინებ ფულს, კაცო? შენ თუ რამეში გჭირდება მაგ დოკუმენტების მოსაგვარებლად, მაშინ შენ თვითონვე იკისრე ის რომ შეცვალო და თანაც შემატყობინო. აგეთ კი გადამახდებინო თანხა. ეხა 6 მიწა მაქვს, 6 მიწაში 20 ლარი ადით რამდენი გამოდის, ხო? ყველა თითოეულმა ჩვენგანმა რომ 120 ლარი გადაიხადოს თავის მიწაში, კარგად გამოიმუშავებენ მარტო იმიტომ რომ 3-0 დაამატეს. იმიტომ რომ რესტს ესე სჭირდებოდა. მოკლედ რა, მაგარი ფარჩაკი სახელმწიფო გვაქვს ჩვენი ხა აი ამ მომენტში. ფარჩაკი. თაღლითი, ფარჩაკი, მატყუარა და თანაც ირში მომღივარი იუდა გვყავს ჩვენ სახელმწიფოს თავში. არაერთხელ თქვი ეს უკვე. წავედი ხო თუ რაღაც გადავსებულია ყველაფერი და ხმაურია. და ვიღაცები წერენ ეს ამ სახელმწიფოზე ხო საქართველოში ხდება ეს საქართველოს საჯარო რეესტრში ვარ და არა გერმანიის საჯარო რეესტრში. ყველაფერი აქ ხდება და აქ გადავაწყდი ყველა უცნაურობას და ყველა უსამართლობას ამ საქართველოში, ამ მიწაზე. ყველაფერი კარგად არის. თქვენ უინერვიულებთ, ესენი მაინც ვერ მოგვერევიან ჩვენ ქართველებს. ჩვენ ძლიერები ვართ. დაუბრუნდეთ უკან ყველას თავისი ნერვიულობა და ყველა ხრიკი რაც დაგეგმეს. ამინ.